მომთხოვნი კიდე არ ქვია მაგას რა ის ითხოვდა აბსოლუტურ ოსტატობას და თავდადებას საკუთარი საქმის მიმართ თუ ხარ ამ პროფესიაში მაშინ ეს გაწირული კაცის პრინციპით უნდა იყოს აი გადადებული კაცის პრინციპით და ცირა საბედნიეროდ ამ თეატრში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები ვინც ზუსტად გაითავისეს აი ეს მდგომარეობა რომ არაფერი ქვეყანაზე არ აინტერესებდათ რა ერთ-ერთი მეც ვიყავი ეგეთი და ვინც ასეთი თავგანწირვით და ესეთი ერთგულებით ვერ შევიდოდა ამ პროფესიაში ის ადგილსაც ვერ პოულობდა შემდეგ ამ თეატრში და ამ პროფესიაში და ბუნებრივად ხდებოდა რომ ეს ქრებოდა ამ პროფესიიდან ერთი და ორი მაგალითი არსებობს ამის და მე ვიცი ბატონი მიშა მომთხოვნი იყო იმ კუთხით რომ ითხოვდა შენს უაღრესად სწორ პროფესიონალიზმს თუ სცენაზე ადიხარ მოქალაქეობის ნეობრივი ფაქტორი უნდა გქონდეს ძალიან მაღალი და ის შეგეძლოს აიტანოს სცენაზე იმიტომ რომ მისი ყველა სპექტაკლი იყო გაჯერებული სერიოზული იმდროინდელი სათქმელით შესაბამისად ამის თქმის უფლების მოპოვება საჭირო იყო ხო და არასდროს არ უთქვამს არასდროს აი ეს კარგია ანუ შექებას ერიდებოდა აბსოლუტურად აი ისეთი შეფარული თემით და თუ მიხვდებოდი როგორ შეგაქო ძალიან კარგი და ერთხელ ისე შემაქო რომ ის ჩაწერილი მაქვს და ვერავის ვერ ვაჩვენებ ის მარტო ჩემია რა რა კაი რაღაცები ხო არსებობს რომელიც მარტო შენი როა და სიამოვნებს შენ რო ნახულობ და არავინ რო ვერასოდეს საქმე რაშია იცით მე რამესაც გეტყვით რომ თეატრი არის და უნდა იყოს დღეს არ არის სამწუხაროდ მე ეგეთ თეატრში მოვედი იდუმალებით მოცულ სამყაროში ფერიულ რაღაც ღაპრისეულ სამყაროში რომელიც არის იდუმალებით მოცული მაყურებლისთვის იმას უნდა აინტერესებდეს აი რა ხდება ეხლა იქ იმ ფარდის მიღმა იმ სამყაროში სადაც მსახიობები არიან სადაც გრიმს იკეთებენ კოსტიუმს იცმევენ და ასე შემდეგ დღეს ხდება ასე რომ შემოხვა ბილეთით და გაინტერესებს თეატრში შესასვლელი საიდან არის თუ არა ხარ პირველად ახანაო აი ეს ნაცნობი სახეა უი ეს ის მსახიობი ხო არ არის უცებ მოგესალმა შევიდა სცენაზე რაც ეცვა იმ ტანსაცმლით ავიდა სცენაზე ითამაშა რაღაცა მე ჩამოვიდა და შენთან ერთად კოქტეილი და ის მე ვიყავი დალია და ისე წავიდა და სიმართლე გითხრათ ახლა აკრძალვით არ გვიკრძალავდა მაგრამ თვითონ გვაჩერებდა ხოლმე ბატონი მიშა სპექტაკლის შემდეგ ვიდრე არ გაილეოდა მაყურებლის ნაკადი რომ აი ის იდუმალება შენარჩუნებულიყო რაც სპექტაკლის მერე რჩება თითოეულ მაყურებელში არ გვრევდა ამ მაყურებელთან